ფაქტია, რომ ქალბატონმა სახელაშვილმა შემიზღუდა მე დასკვნის სიტყვის თქმის საშუალება, როგორც ეწყინა ის ამბავი ძალიან, რომ შევახსენე, რომ პირველი, ვინც ამ საქმეზე უდანაშაულობის პრეზუმპცია დაარღვია, არის ნინო სახელაშვილი. ნინო სახელაშვილმა პირველი წარდგენის ხდომაზე მზია ამაღლობას შეუფარდა პატიმრობა და განმარტა, რომ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობდა, იმიტომ რომ ადმინისტრაციული გადაცდომა ჰქონდა მზია ამაღლობის ჩადენილი და ეს ადმინისტრაციული გადაცდომა იმ შემთხვევაში გამოიყენა და მოიხსენია, როდესაც ადმინისტრაციული ოქმის კი არ იყო ჯერ შედგენილი. შესაბამისად, ყველაზე ნათელი უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევა იყო აქ. შესაბამისად, პირველი ნაწილი საქმის, რომელიც ადამიანის უფლებათა და ევროპულ სასამართლოში გაიგზავნა, სწორედ იუსტიციის სამინისტროს მათ შორის ერთ-ერთი კითხვით დაუბრუნდა უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევაზე. ეხლა ამ კითხვაზე პასუხი გასაცემი აქვს იუსტიციის სამინისტროს. ასახსნელი აქვს ქალბატონის სახელაშვილის ქმედება და როგორც ჩანს, ეს საკითხი ძალიან აწუხებს და ჩემი მხრიდან აღნიშნული საკითხის გაჟღერებაც ეწყინა, მე ყოველგვარი პროცედურის დარღვევით პასუხიც გამცა ამაზე და რა ვიცი, რაც არ უნდა ეწყინოს, ჯობდა რომ თავის დროზე სამართლიანი გადაწყვეტილება მიეღო. ეხლა ვეღარანაირად ვერ გამოაწერებს ამას ქალბატონის სახელაშვილი. რაც შეგვიძლია პროკურორის და მის რეპლიკას, ხო, რასაც ის შეეყო, მათ შორის საპროცესო შეთანხმება ჩვენ არ მოვიტყუთ არანაირი ბოდიშის მოხდასო, მაგრამ ბრალის აღიარებას მოვიტყუთ. ლემო ხოშორეს გავუჩნდა ეგეთი შეფასება, რომ ბრალის აღიარების გარეშე წამოვიდესო პროკურატურა საპროცესოზეო, და სისტემის პოზიციებიო, რა თუ ზოგადად საპროცესო შეთანხმება სისხლისამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით გულისხმობს ერთად პირველ რიგში იმას, რომ უნდა მოხდეს აღიარება. ბრალის. კი, ბრალის აღიარება არის. ბრალის აღიარების გარეშეც. არა, უმთავრესი საფუძველი არის ხდება დანაშაულის აღიარება. დანაშაულის აღიარებიდან გამომდინარე მტკიცებულების გამოკვლევაზე მხარეები ამბობენ უარს, იმიტომ რომ აღიარებულია ბრალი და თანხმდებიან აქედან გამომდინარე სასჯელზე. მზია ამაღლობელი, რა თქმა უნდა, არც ერთ ეტაპზე ამას არ აღიარებს. არ აღიარებს ქმედებას, რომელსაც მას აბრალებენ თავდასხმას პოლიციელზე. პროკურატურა რატომღაც ყველა ეტაპზე მსჯელობს კვალიფიკაციის არაერთ შემადგენელ ელემენტზე, თუმცა თავარი რაც არის, აქ თავდასხმა, ამაზე არ მსჯელობს. თავდასხმა განსაზღვრულია სისხლისამართლის კოდექსით, რაც არის, ერთადერთ განმარტებას ხვდები სისხლისამართლის კოდექსში, რომ ეს ოღონდ სხვა მოხდან დაკავშირებით, რომ ეს არის ძალადობრივი ქმედება, რომელიც ხორციელდება თავდასხმა ქონების მიმართ, ჯანმრთელობის მიმართ და სიცოცხლის წინააღმდეგ. სხვა განმარტება სისხლისამართლის კოდექსში არ გვაქვს. შესაბამისად, ვერ იარსებებს სისხლისამართლის კოდექსში თავდასხმის დეფინიცია, რომელიც არ განიმარტება განსხვავებულად. ამიტომ 353 პრიმას ნაწილშიც, ანუ პოლიციაზე თავდასხმის ნაწილშიც, თავდასხმა არის მხოლოდ და მხოლოდ ის ქმედება, რომელიც არის მიმართული ჯანმრთელობის, სიცოცხლის ან ქონების წინააღმდეგ. ჩვენ გვყავს აქ ჭყალებში დაზარალებული გებუაძე, რომელსაც სამედიცინო ექსპერტიზით დასკვნამ დაადგინა, რომ არანაირი ზიანი არ მიუღია. გარდა აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის არის ორი ექსპერტიზა ჩატარებული, რომელიც ამბობს, რომ გებუაძეს არათუ ტკივილი და სიწითლე არ გაუჩნია, არანაირი ზიანიც არ მიუღია. შესაბამისად, თავდასხმა ამ შემთხვევაში ვერანაირად ვერ გვექნება. ვინაიდან თავდასხმა არ გვაქვს, არ არსებობს 353 პრიმა მუხლით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობა და ერთადერთი განაჩენი, რაც ამ საქმეზე უნდა მივიღოთ, არის გამამართლებელი განაჩენი, რომ დავანებოთ იმაზე მსჯელობას თავი, რომ ხუთივე პოლიციელი მოწმე, რომელიც საქმეზე დაკითხულია, არის ცრუმოწმე, ამაზე ქალბატონმა მაიამ უამრავი ისაუბრა დღეს. ყველა საკითხში ცრუობენ ფაქტიურად ეს ადამიანები და მათი ჩვენების თუნდაც ერთ ნაწილში გაზიარებაც შეუძლებელია ობიექტური სასამართლოს პირობებში.